დედა თუ ცოლი? ეს კითხვაც შემოვიდა, უპასუხებ ესეთი უცნაური ფორმულირება იყო, რომ დედა ყოველთვის დედაა და არ შეიძლება ვთქვათ ცოლის გამო დედაზე უარი ვთქვათ. მე ვფიქრობ, დედაზე უარს არავინ არ ამბობს. ამაზე არც არის ლაპარაკი. უბრალოდ გვარში და ოჯახში ყოველთვის არსებობს რაღაცა ტიპის იერარქია. ეს კავშირები, ფიზიოლოგიური კავშირებიც და ფსიქოლოგიური კავშირებიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ თავის ადგილას იდგეს. აი ზედა იერარქია რო წარმოიდგინოთ, რომ არის თქვათ მშობლების, შემდგომი არის თქვათ შვილების და ქვევით არის შვილიშვილების, ხო? ნახეთ რა ხდება. როდესაც დედა, ანუ ზედა იერარქიაში მყოფი ხორციელ და ფსიქოლოგიურ კავშირში მყოფი, თქვათ, მამასთან ერევა თავისი ვაჟიშვილის, რომელიც ქვევით არის, თქვათ, ხო, ცხოვრებაში და მიუთითებს მას რა გააკეთოს, რა იყიდოს, როგორ ჩაიცვას, ავეჯი სად დადგას, შვილებთან როგორ იურთიერთოს, ცოლს რა უთხრას, თუ ცოლი არ მოეწონება, გაუშვას და ახალი მოიყვანოს და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩართულია პროცესში. ის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩამოდის ზემო იერარქიიდან და იკავებს საკუთარი ვაჟიშვილის თანამეცხედრის ადგილს, ანუ მისი ცოლი ხდება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ცოლი განდევნილია ამ ურთიერთობიდან და ეს არის სერიოზული პრობლემა. ეს არის შვილის კასტრაცია და ამ შემთხვევაში ესე ამბობენ, რომ გვარის, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიური, არა მხოლოდ არამედ ფსიქოლოგიური განვითარებაც შეფერხებულია. რადგან ზედა იერარქია ერევა იმ რგოლში, რაც მას არ ეხება. ეს ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, როცა ცოლი, თქვათ, დედასავით ექცევა საკუთარ შვილს, საკუთარ ქმარს, მიუთითებს, თქვათ, რაღაც ამბებზე, სულმუდმივად აპირისპირებს დედასთან, სულმუდმივად უკრიტიკებს, თქვათ, დედას, სულმუდმივად ცდილობს, რომ დაიჭიროს, თქვათ, აი რაღაცა ურთიერთობაში დედის როლი და დედა განდევნოს შვილის ქმრის, ესე იგი, იმიდან, რა ქვია, ცხოვრებიდან, ის ავტომატურად ქვედა იერარქიიდან ადის ზედა იერარქიაში. ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს მამაკაცი, რომლის ცოლიც გადაიქცა დედად, ეძებს იმ ვაკანტურ ადგილს, რომელიც უნდა შეავსოს. ანუ მას ჭირდება მისი თანასწორი, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც მას ცოლობას გაუწევს. ამ შემთხვევაში ის როგორც წესია, გაიჩენს ხოლმე ან საყვარელს, ან იქცევა სრულად ინფანტილურად, ან არის არაადეკვატური, ან არის აგრესიული, იმიტომ რომ მას ვერ დაულაგებია გონებაში, როგორ უნდა მოიქცეს, თქვათ, როგორ უნდა გაიხლიჩოს დედასა და შვილს შორის, ამიტომ დედასა და ცოლს შორის, ამიტომ მისთვის ეს გარკვეული ტიპის პრობლემა ხდება, რადგან აღზრდაში, როგორც ეხლა უნდა ვაღიაროთ ჩვენ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას შეცდომას უშვებთ ხოლმე შვილებთან მიმართებით. ამიტომ იდეალური შემთხვევა არის რა, როდესაც ზედა იერარქია არასოდეს არ ერევა ქვედა იერარქიაში და პრობლემების მიუხედავად, ჯერ ერთ თუ არ მიმართეს მას თხოვნით არასოდეს არ ერევად, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფრთხილად ცდილობს რაღაცა თქვათ ლავირებას, აძლევს განვითარების საშუალებას თქვათ შვილს და მეორეს მხრივ ქვედა იერარქია, ზედა ქვედა ეს რა თქმა უნდა სიმბოლურია, უპირატესობას არ ნიშნავს. ქვედა იერარქია არ იკავებს ზედა იერარქიის ადგილს, არ ცდილობს მის დაკნინებას, არ ცდილობს მის გაუფასურებას, არ ცდილობს მის შეცვლას, შეიძლება არ მოგწონდეს თქვათ ჩვენი მეორე ნახევრის ასე ვთქვათ მშობლები, მაგრამ მისი დაკნინებით და მისი განდევნით მისგან რა ქვია ცხოვრებიდან უნდა ვიცოდეთ, რომ მაშინ ვიღაცა უნდა დაიკავოს ეს ადგილი და შეიძლება ეს ჩვენ აღმოჩნდეთ და პარტნიორებს შორის როცა ურთიერთობა დედაშვილური ან მამაშვილური, ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ ეს ცოლი თუ დედა კითხვა სრულად არაადეკვატურია. კომენტარიც თქვენი, ვინც ეს დაწერეთ, ფიქრობ, რომ არაადეკვატურია, თქვენ ან ვერ გაიგეთ, მე რა ვთქვი, ან უბრალოდ გიჭირთ რაღაცნაირად ამის შეგუება იმ აზრთან, რომ თავისი ადგილი აქვს ყველა შემთხვევაში დედას თავისი ადგილი აქვს, მეუღლეს თავისი ადგილი აქვს. არევა
და უპირატესობები და შედარებები ამ შემთხვევაში არ არის რელევანტურია. იმისთვის რომ ოჯახური ცხოვრება იყოს მეტნაკლებად მშვიდი და სტაბილური და ბუნებრივი, ამ იერარქიულობაში ჩარევა არ შეიძლება. დედები ნუ ჩაერევით შვილის ცხოვრებაში, ნუ რასოდეს, იმიტომ ის ზრდასრულია და თქვენ როგორც ზრდასრულს ისე უნდა ეკონტაქტებოდეთ მას და ცოლები ნუ ეცდებით თქვენი ქმრების დედების რაღაცა შეცვლა, გადაკეთებას და კორექციას, იმიტომ რომ შეუძლებელია უბრალოდ ამ ასაკში ადამიანს რადიკალურად შეცვალოთ და გადააკეთოთ. თქვენ ერთმანეთი ორმა სისტემამ მიიღეთ, ერთი სხვა სისტემაში ხართ აღზრდილი, მეორე უნდა ეცადოთ რომ ეხა ამ სისტემაში თანაარსებობა მოახერხოთ, ისე რომ არ დაჭამოთ უბრალოდ ერთმანეთი.